რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ მეიდანი ისევ მოვლენათა ეპიცენტრში ექცევა. კარვები კიევის ცენტრში ამჯერად ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრეებმა გაშალეს. უკრაინელები ამით საკუთარ მხარდაჭერას პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს, პარტია რეგიონების ლიდერს ვიქტორ იანუკოვიჩს უცხადებენ. თავად პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნების მეორე ტურამდე დარჩენილ დროს ამომრჩეველთან შეხვედრას დაუთმობს. იანუკოვიჩის შტაბის ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატი ეწვევა ყველა რეგიონს. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის მისი მხარდამჭერებით დასახლებული. ვიქტორ იანუკოვიჩი წინასაარჩევნო ტურნეს ხვალ დილიდან დაიწყებს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უკრაინელი ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ქვეყანა გაერთიანდეს. ხმამი ვეცით ცვლილებებს იმისთვის, რომ მთლიანად შევცვალოთ ჩვენი ყოფა. ვძნობ, რომ უკრაინელი ხალხი ამისთვის მზადაა. უკრაინაში ძალიან მალე ახალი ეტაპი დაიწყება. მეორე ტურში გასულ მოქმედ პრემიერ-მინისტრს შესაძლოა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მესამე ადგილზე მყოფი სერგეი ტიგიმკოს ამომრჩეველიც დაემატოს. იულია ტიმოშენკოსთან თანამშრომლობის სურვილი ტიგიმკომ დღის ბოლოს უკრაინულ ტელევიზიაში სტუმრობისას გამოთქვა. ტიგიმკო ტიმოშენკოს საარჩევნო შტაბის უფროსთან შეხვედრას დღესვე გამართავს. კონკურენტ კანდიდატებს ტიმოშენკო მხარდაჭერისკენ პირველივე შედეგების გამოცხადებისთანავე მოუწოდა. თუმცა პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატებმა ღია მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს. მოგმართავთ ყველა დემოკრატიულ ძალას დამიჭირეთ მხარი არჩევნების მეორე ტურში, რათა ჩემმა კონკურენტმა ბიბლიაზე დაფიცება ვერ შეძლოს. ვდე პირობას თქვენს წინაშე, რომ იანუკოვიჩის ხელი პერესოპნიცკის ევანგელეს არ დაედება. არჩევნებს უკრაინაში თვალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მივლინებული დამკვირვებლები ადევნებდნენ. არჩევნების მიმდინარეობისა და ხმათა დათვლის პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი დარღვევები არ აღმოუჩენიათ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ვიქტორ იანუკოვიჩმა ამომრჩევლების 35,39% მოიპოვა. მეორე ადგილზეა მოქმედი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, ხმათა 24,97%-ით. უკრაინელები მომავალ პრეზიდენტს მომდევნო 5 წლის ვადით 7 თებერვალს აირჩევენ.